Kolegeba მოგესალმებით, კორუმი არის, შეგვიძლია დავიწყოთ ბიუროს ხდომა. საკანონმდებლო ინიციატივებს რაც შეეხება დადგენილების პროექტის სასწავლო პროდუქციის მედიკამენტების საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის შესახებ დადგენილება. დიახ, ინიციირების ეტაპისთვის აქ დასკვნები მზად არის, ეს პირდაპირ შედის პლენარული სხდომის დღის წესრიგით. კი ბატონო, როგორც წინა ბიუროს ხდომაზე დავაანონსე, დღეს ეს პირდაპირ გადაეცემა პლენარულ სხდომას და შევა დღის წესრიგში. სავარაუდო განრიგი ყველა რომ ვიყოთ მზად, მათ შორის ვინაიდან პროცედურული საკითხებია დადგენილების მიღების შემდეგ. კარგი იქნება თუ ხვალ დადგენილებას მივიღებთ. ამის შემდეგ პლენარული სხდომის შემდეგ საპროცედურო საკითხთა კომიტეტი შეიძლება ჩაატაროს კომიტეტი და განსაზღვროს რაოდენობა შემადგენლობის და ასევე კვოტები ფრაქციების და პოლიტიკური ჯგუფების მიხედვით. ამის შემდეგ 4 შაბათის დილის ბიუროსთვის უკვე ფრაქციებს და პოლიტიკურ ჯგუფებს ვთხოვთ რომ წარმოადგინოთ ვინ იქნება თქვენი მხრიდან კვოტის შესაბამისად წევრი კომისიის და 4 შაბათს 12 საათიან ბიუროზე ამას მივიღებთ ცნობად. შემდეგ ვინაიდან 4 შაბათს ჩვენ გვექნება მეორე ბიუროც შესვენება. შესვენებაზე რომ ჩატარდეს კომისიის ხდომა, მიიღოთ დებულება, აირჩიოთ თავმჯდომარე, წარმოადგინოთ ბიუროზე და ამასაც ცნობად მივიღებთ 4 შაბათსვე. შესაბამისად 4 შაბათს დღის მეორე ნახევარი და 5 შაბათიდან უკვე შეძლებს კომისიას სრულფასოვნად დაიწყოს მუშაობა, ამიტომ გთხოვთ რომ ამ განრიგით ვიმოქმედოთ. შემდეგი საკითხი გახლავთ ზოგადად განათლების შესახებ კანონში ცვლილება. აქაც ინიციირების ეტაპისთვის დასკვნები დადებითია, განათლების მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტის სტატუსით არის, დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს და გთხოვთ ამაზე იმსჯელოთ და ასევე დღეს ესე ვთქვათ არ დადაგების ბოლო დღეა და აქაც ვადის გაცოცხლება საჭირო იმისთვის რომ კუთვნილ კომიტეტებმა შეძლონ. კი ბატონო, გთხოვთ თანხმობას დაჩქარებულად განხილვაზე და ასევე ვადის გაცოცხლებაზე, მადლობთ. შემდეგი უმაღლესი განათლების შესაბამისი კანონმდებლობის პაკეტი. აქაც ანალოგიურად დასკვნები დადებითია, აქაც დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი, განათლების მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტის სტატუსით არის შემოთავაზებული და აქაც ვადის თემა გთხოვთ ამაზეც იმსჯელოთ. მადლობთ, აქაც გთხოვთ შესაბამისად თანხმობას დაჩქარებულ პროცედურაზე და ვადებთან დაკავშირებით, მადლობა. რაც შეეხება საორგანიზაციო საკითხებს, ფრაქცია ქართული ოცნების მომართვა, ფრაქციის წევრი სვიმა ბერაძის დიასპორის კომიტეტიდან გასვლის და განათლების მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში გაწევრიანების შესახებ. შემდეგი გახლავთ მთავრობის მიერ წარმოდგენილი პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესიის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებით საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა, რომელიც გადაეცემა პარლამენტის სუბიექტებს. შემდეგი საკითხი საორგანიზაციო საკითხი გახლავთ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის როგორც სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს ოფიციალური 2025 წლის ანგარიში საქართველოს მუნიციპალიტეტების საკრებულოების ნორმატიული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტებზე განხორციელებული სამართლებრივი ზედამხედველობის შესახებ, რომელიც გადაეცემა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს და ბოლო დასამტკიცებელი საკითხი გახლავთ ხაზინათა საბჭოს გადაწყვეტილება 193-194 გთხოვთ ამაზეც თანხმობას. მადლობა, სხვა საკითხები თუ არ არის, დღეს კომიტეტის ხდომები იქნება, ხვალ 12-ს რომ დააკლდება 5 წუთი შევიკრიბოთ ბიუროს ხდომაზე და ხვალ უკვე გავხსნით საგაზაფხულო სესიას. დღევანდელი ბიუროს ხდომა დახურულია.